Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ თბილისიდან აფრენის შემდეგ სალონში ჰერმეტულობა დაირღვა. ჟანგბადის ნიღბები ავტომატურად ჩამოვარდა, რამაც თვითმფრინავის ძლიერი რყევა გამოიწვია. მგზავრები არ დაშავებულან, თვითმფრინავი უკან თბილისში დაბრუნდა. ველოდების სომხეთის მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვას განაცხადა საარჩევნო უბანზე მისულმა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ევროპა თუ რუსეთის საერთაშორისო საზოგადოებაში და თავად სომხეთშიც თვლია, რომ დღევანდელი შედეგები ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ერთმანეთის მთავარი კონკურენტები ფაშინიანის პარტია და პრორუსული ძალები არიან. მილიარდერ სამվել კარაპეტიანისა და ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ლიდერობით. ყირიმის სახმელეთო მარშრუტის ნაწილს დრონების დახმარებით უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები აკონტროლებენ. სამხედრო უწყების განცხადებით მელიტოპოლი ჩონჰარის გზა, რომელიც ყირიმისკენ მიმავალი უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კვანძია, უკრაინული დრონების სამიზნეში მოექცა, რაც რუსული არმიის მომარაგებას აფერხებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვიზა არ მისცა. ნიუ-იორკ ტაიმსის ინფორმაციით მეჰდი ტაჯი წარსულში ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ოფიცერი იყო. ვიზა მიიღო ირანის ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელმა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს 15 ივნის ლოს-ანჯელესში გამართავენ.